ყველას დილამშვიდობისა, აბა როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით მე გუშინ ბიზარმაცე. გადავიღე რაღაცა, მაგრამ არაფერი არ გამიკეთებია. დავტკბი გოგონების გაით, ევასთან ვიყავი მთელი დრო. ხანთან ესე ტკბილად გავატე. გამოდი ბონი იქიდან, ფუ. გამოდი. ფუ. ბონი. ბონიჩკო. პარკიდავს ნაგუშ გადასაგდები. მივიდა ჩავარდაში. გუშინ დავასრულე, როგორც უკვე იცით, ჩემი მანიკური. ეს ფრთხილის ასე გავაკეთე. ამებს დავტოვებ. იმიტომ რომ ორჯერ აი ამ 4 თითზე ორჯერ მაგანაკეთები და კი აჩხა, აბაჩხა, არ არის სწორი ბრტყელია და ლავაშებს გავს, მაგრამ იყოს რაც არის. ვატარებ მთელი დრო ესე და მე რომ ორი კვირა გავა, მე ორივეს მოვიხსნი და ორივეს შევიცვლი. და მე გამოვასწორებ, რაც აქ არ არის ისწორი, ანუ ეს უფრო მოკლე. ანუ ეს სიგრძე ჩემს უკვე მოკლეა, აი ეს სიგრძე ჩემს იდეალური, აი. ეს სიგრძე იდეალური და კარგი. კარგი დაფრინა. ახლა მინდა ყავა, ახლა გავიყვიდე, ძალიან ადრეა ჯერ, მაგრამ დილამშვიდობის. ძალიან ადრეა, მაგრამ ანუ რაღა ადრე 10 დაიწყო. 8 საათი 8:09 იყო მე 8 ვდექი. კობა ჩამოვიდა, გამოუშვა თავისი თავები. გაიხარეს. ეხა ყავა მინდა. ევას მაკარონს უხარს. ხოდა ყავა მინდა. აიმე, ორთან რაღაცამ გამიფრინა. ორთან რაღაცამ გამიფრინა. ოკეი, ახლა დაგაყენებთ. და ყავა მოვიდუღოთ. იქაც შეიძლება. გარეთ. ეგრე დაგაყენებთ. უკვე ამით გამოვიდე და რაღაც დაგაყენებთ. არა მაგარია. ნახოთ აბა. მომზადდები ყონას მაკარონები. ეს მომიტანენ ლობიანს და ლორს. ასასინგად. აპლი ამას. აი, ხამე მოდი დავდე ყავა. ოი, ყავა მქონე ამამა. კოზი გამოვიდა შეხედა ხო? სიტყვით. Where it goes? Going on. Isera goes.
ალბათ არია რომ აი ეს რაღაც მოთბა Byłam się wszystko wylekła, bo ja pojechałam tylko w zęby, rogolikami skobata, kwila dres. Mira, Mazja! Zawsze, a co kawa? მეთოდологია მივედი ისევ იმ კომარებამდე, როცა მაშინ გარეთ ვიყავი და ვიყურებდი ზეცას, ელას, გარე სამყაროს, ვფიქრობდი მე რა კარგია სიცოცხლე. რა კარგია სიცოცხლე. როგორ მიხარია რომ ისევ მივედი მაინც. იმიტომ რომ ახლა სულ მასე ვფიქრობდი, მე ხომ ასეთი ვარ. Παναγία δικό ჩემთვის ისეთი უცნაური იყო, ისეთი რაღაცნაირი იყო. არაჩვეულებრივი. ეხლა გაივლი Sickly. The guy really hard. Pushing the moeda, my cover, my team for moeda, and pushing it on power box. Tam się zakreślił, to musiał dodać kamieniu, łobiąc na to, na szybko. Tam jest formu mi daje, szkoda. Okej. Na hydrofolia. Con alzada. შეიძლება ცოტა ხიან, შეიძლება დაკიდელია. მე ამაყება რომ ჩემი გავიკეთე ესენი ეს ნახეთ როგორია და ეს ნახეთ Tam samarnezi var emekli var nasıl var Tavukçıda bir kahve çıkabilir ayak tavukçıda Tamam Sanditi madova. Nostro coreano. Sanditi, ai mia frase succame.
დიდი მადლობა რომ ისეთი კარგები ხარ. ესე იგი მე რა გავიკეთე მანიკური საშინელება იყო ეს. ხო და ისე გამამხნევეთ ისეთი საყვარელი კომენტარები იყო, ისე გამამხნევეთ. სულ არ არის კატასტროფა, ისე მიხარით და ისე რომ აი რაღაცა აი სულში რომ ჩაგწვდება. ყველაზე ეს კი არა, ამის წინა ვერსია რომ იყო ვაფშე პირველი. თან მიხარით რომ აი პირველი იყო აგისწავლია და ასე და ანუ აი ისე კი არა რომ იციან რომ დაგესევიან და პირიქით ყველა мотиваციას გაგიქრობენ, არამედ რომ დაგამშვიდებენ, გაგახარებენ, სტიმულს მოგცემენ. აი ესეთი კომენტარები იყო და ჩემი მაყურებელი ასეთი, ანუ ეს არ არის ეს არ არის შემთხვევითი ადამიანები, ვინც ნახა ეს ჩემი ვიდეო, ეს არის ჩემი მაყურებელი და აი ასეთი ხართ თქვენ. და მიყვარს ეს ჩემი და თქვენი ურთიერთობა და ის არსი როგორც ხართ თქვენ. და ძალიან ბედნიერი ვარ. და ვფიქრობ რომ ძალიან სწორი ვიყავი ყოველთვის როცა ვფილტრავდი და არ ვაჭაჭანებდი სიბინძურეს ჩემთან. ეს იყო ჩემი უსწორესი გადაწყვეტილება. ისაც კი აი შეფაროთ ვიწყალწავა. ძალიან არა, მაგრამ აი ეთყობა ესე აკრავს. შეფარულსაც კი აი ცხოვრებაში ხა ეს არის რომ გიწერენ ვლოგის დროს, მაგრამ ცხოვრებაში ხა ყველას გექნება შეიძლება ვლოგებს არიან და სოციალურ ქსელში არდებს რაღაც ვიდეოს ან ფოტოებს ისე რომ ბევრმა უცხო ადამიანმა დაგიწეროს, მაგრამ ცხოვრებაში მაინც აბსოლუტურად ყველას გექნებათ ესეთი მომენტი განცდილი, რომ აი ვიღაცა რომ მოვა და რაღაცას რო გეუბნება და ვითომ რომ კარგს გეუბნება და სინამდვილეში რომ ისე გეუბნება რომ ეს ცუდია, მაგრამ თუ რამეს ეთქვი, ცუდი შენ გამოხვალ, იმიტომ რომ ისე გეუბნება რა ეგეთი სიტყვები. კარგი სიტყვებით ასე ვთქვათ, ხო და აი ეგეთ ხალხსაც ეგრევე ვლოკავდი. არ ვპასუხობდი ხოლმე. აღარ ვპასუხობ, ვლოკავ. всё. მე ჩემი პატარა მოვიდა. ჩემი პატარა დაწყდი ყურიანი ძაღლი. როგორ მიყვარს. სქვიდო. ნაგავთან უხარ. გამოდი. შერაკლია. რაღაც უნდა დაგიქცევდე. გამოდი, შემოდი სახში. მოდი მოგეფერო. მოდი. მე გამარჯობა ხალხო. უთხარი გამარჯობა. ყური. გამარჯობა უთხარი. ისე მინატრება, ჩემთან რო არ ვაწვენ, ისე მინატრება, შეიძლება. დილაობით სულ ალერსი გვაქვს ხოლმე, მაგას მინატრები ხოლმე და სულ ალერსი გვაქვს ხოლმე დილაობით. მე ნახეს როგორი გოგო. გუშინ არაფერი არ გამიკეთებია საჭმელი. ეს მეგონა რომ ვატარებდი და ვერა. გუშინ არაფერი არ გამიკეთებია საჭმელი. კვერცხი შევიწვი დილას. მე დავამ გარეთ ნაყინი ჭამა, რაღაც კბილები იყიდა, გემრიელობები, პური მოვიტანე. პუდინგი მოვიტანე ჩემთვის, მე საღამოს ის შევწვი ხორცი
პური იყო, ხორცი იყო, ხაფი არ ქონდა, თურმე არ ვიცოდი, არ მახსოვდა. თორე მაგასაც ვიყიდიდი. ისე გემრიელჭამე ის ხორცი. ხორცი არის ჩემი ყველაზე გემრიელი საკვები. არ ვიცი ეს, აბა თქვენი ყველაზე გემრიელი საკვები რა არის? აი ჩემს ხარი ხორცი, რავი როგორ მიყვარს. ძნელი სათქმელია. კვერცხის ძალიან მიყვარს, ყველი შემწყარი, მაგრამ ნუ ეხა ხორცთან ახლოს თან ღორის ხორცი მოდი ვთქვათ. ქათმის ეგრე არ მიყვარს, როღისას ეგრე არ მიყვარს. აი ღორის ხორცი შემწყარი. მერე პორტოხალი დავაყოლეთ. ხორცი ჯოგა მოგზავნა მარიამო ბებიო. რა მოგზავნა თანი კერანძია. ეცალი მე დავიჭერი მინდა თქო რა რომ ორი ყველაზე კაი ნაჭერი ევას შეუნახე. და არ შეჭამა ჩემი მინდა ომეს სამიჭერიო დავიჭერით მაგას თლიანი შეჭამა ის და მე კიდე უნდოდა და ის ჩემი ორი ის შენახული მქონდა და ესო დედასია ომისა მე კი არა ეს ევასია მესი და აიღო და თავის თებში გადაიდო და იქიდან ჭამა. აი მისგან და უკვე აქ რა ის ჩემია ის შენია. Limões com la coca para esto vamos a ver. Ahora esto hagamos esto. Never say salt chocolate oh esa caía. Cale no que salt chocolate. Tak awa, vai me awashi. Este es el sabor. all of these ხოდა თავი ნაღები სოფიან გამომიტანა უგახსოვ ორი ცალი ნაღები ერთი ცხოის გავაკეთე სპაგეტი და მეორე მაგ ესე იგი აი საი 20% ავარცით და ავანაღებით სულ სხვადასხვა იმაში სხვადასხვა რამეა. სხვადასხვა ის არის გალაქტიკა. იმედენად მომეწონა. ვირეკიწოთ დილოსაც დავიდე გუშინ საღამოთო. ნახმონდა ხალხიცხინიანია, მაგრამ ისეთი გემრიელი ახლა ისეთი ხრიმა გემოსაძლევს. ამ ცხიმი დამევასა. მე ხო ცხიმი არ მიყვარდა არასოდეს, მაგრამ ცხიმი დამევასა. ეხლა ოღონდ როგორი ცხიმი დამევასა, იცით? აი ნაღების მაგალითად იმაში ყავაში, ან აი მაგალითად პუდინგს რო ჭამდი, იმას რაც აკლია მეთქი რაღაცა და აი ცხიმი აკლდა, რაც გემოსიღრმეს აძლევს თითქოს რა. ანუ ესე ზეთი კი არ მიყვარს, აი რაღაცას რაც აძლევს გემოსიღრმეს, აი ეგ. ნუ ხა იმის ცხიმი ყოველთვის მიყვარდა. თხილეული მიყვარდა და იმიტომ და ეგ კი არ ვიცოდი რომ ცხიმი შეიცავდა, მაგრამ ანუ ეგ იმოყოლთვის ძალიან მიყვარდა. ხო, აი ეგეთი რა. თორე რავი, კარაქთან ჯერ ისე თქვენობით ვარ ვერ ზეთიცე. მაგრამ მინდა რომ ცოტა მივეჩვიო რომ აი მაგალითად სალათაზე მოვისხა ზეითუნის ზეთი არ მიყვარს. აი კახურის ზეთი მისჩევნია ბევრად. ეხა მოვა სეზონი ვაიმე, ახალი კარტოფილი, მწვანე მტემალი, სალათა, პური, შოთის პური და ყველი. ხმერტო, ყველა სეზონს რატო აქვს თავისი განსაკუთრებული საჭმელი კოჭუნებით? ყველა სეზონს აქვს. და პასკისის მოდის ხანა. ღმერთო შარშან მთელი თვე პასკებს ჭამდი. მთელი თვე. ყიდულობდი და ყიდულ. რაღაცა შეჯდომა იცის. ეხლა თითქოს რატომ არ მინდა, მაგრამ ჯერ ადრეა რომ მოვა ის აღდგომის პერიოდი მე მომიდა. წელს ვფიქრობ რა ფედიდი არ გავაკეთო. ახსოვს რომ მივდიოდი, ყიდულობდი რაღაცა ბატკნის ხორცს და იმას გეხვეწები.
მაგის ის არა. კვერცხს შევღება და პასკას ვიღი და მორჩა. კაი წითელი ღვინო არ ვიცი სად ვიყიდო, თორე კაი წითელ ღვინოს და всё. ხორცი მე სულ მაგ რაღაცა მიყვარს და შევწავ მაგალითად ხორცს და всё. რაც ეს აეროგრილი მაქვს. აი ერთი იცით რა მაკლია ის მწვადს რო სუნია ბოლის, თორე ნაკლებად არ წავს. ბონი! ნაკლებად არ წავს. ისეთი რბილია ხოლმე, ისეთი აი რა ვიცი. ძალიან მაგრად აეროგრილი. აი რაღაცა ის არის მონაპოვარია აეროგრილი ამ ბოლო პერიოდის, რაც გამოვიდა, რავი. ნუ ხალხი შიგ პიცასაც აცხობს და ნამცხვარსაც, ოღონდ ეგ ზედა ქვედა წვა უნდა გქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი აბსოლუტურად რისთვისაც არის აეროგრილი, ეს არის ისა ხორცი. ამ ხორცს წვავს, ნუ აი ავიცი და თხილეული კიდე მიწის თხილსაც შესანიშნავად წვავს. და ეს დღეს 12 საათისთვის მოიტანენ, ავიქით ახლა ასალაგებელი მაქისა. მოიტანენ იმ ლობიანებს და იმებს 12 საათისთვის უთხარი, რომ აი სადილოთ რა. აი ისა იქ ასალაგებელი მაგის ფრთხილების ისინი ისეთი ამბავია. ხო. ძალიან ისიამოვნო. აი უკვე ვიცი შემდეგი მინდა ვარდისფერი. აურა მაგარია. რასა სიამოვნო. აი კომენტარებში დამიწერეს, რომ ისაო. მე მირჩენია რომ ფული გადავიხადო, ვიდრე მე ვაკეთო და ძალიან კარგად მესმის. აი შესანიშნავად მესმის და ბერებს დავიწყე. ანუ ყველას აი ამის ნერვი არა აქვს. ანუ ისეთი თავიდან ეხა მე ხო იცით როგორ არის. აი ყველაფერში ესე ხელს რო გაიწაფო. აი საჭმელების კეთება იყოს, გინდაც აი რავი, ნებისმიერ რაღაცა იყოს. რო სწავლობ თავიდან, თუნდაც კითხვა, ხო? როგორი რთულია და რაღაცა სასწავლოდ გეჩვენება. მე ხო აი ქსოვაც, აი როგორ ნერვებს გაწიწყენ ის თავიდან და მე რიგილი დიდი რაღაცები მოგხსოვ და ძალიან მარტივია შენთვის, ხო? აი აქაც ეგრეა. ესე იგი თავიდან რაღაცა სასწავლოდ გეჩვენება. ნუ ეხა მე რომ მაგალითად ვამბობენ ხოლმე, რომ ერთი დღიანი კურსი. ერთი დღე დილიდან საღამომდე, რომ ეგ ერთი დღიანი კურსი გამევლო, იდეალურად გავაკეთებდი, იმიტომ რომ მე რაც ჩემ ხელზე ვიწვალე და რაც ნერვი და დრო დავხარჯე, ანუ მაგას ის ადამიანი აგიხსნის, გაჩვენებს, მეთვალყურეობის ქვეშ გაკეთებინებს და იცი. ეხლა მე კიდე მაგ რაღაცეები გასათვალისწინებელი, ხო, რასაც მე ვხედავ, რომ აი ესე კი არა, ესე უნდა იყოს უკვე გაკეთებულზე რა და ის, ანუ მე ხო ამას ჩემით ვხედავ და ის გეუბნება, რომ აი ესე უნდა გააკეთო. ანუ დროს იგებ რა. ეხლა ოღონდ ეს ძალიან კაი აუცა მასტერად გინდა რომ იმუშაო და ჩემ შემთხვევაში ეხლა ანუ ის რომ მაგალითად თანხა არ გადავიხადე, დავზოგე და ჩემით ერთი დღე მოვანდომე და არცი გავიგე. ანუ რავი, მე მიღის მაგალითად ეს და თუმცა მესმის იმ ადამიანების, ვინც ამას ვერასდროს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ აი კირკიტიდან მეც მაგალითად ძალიან მომწონს და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ რომ ვიკეთებ. მე რომ ეს არ მომწონდეს და აქედან დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებდე. ანუ შანსი არ არის, რომ აი მარტო ფულის დასაზოგად მე ეს გამეკეთებინა. ანუ ვერ არაძალა, ვერ მაიძულებდა და ვერ შემაკავებდა, რომ ეს გამეკეთებინა. იმ შემთხვევაში თუ სიამოვნებას არ მომაინჭებდა. რაღაცა მუღამი მაქვს რო იტყვიან, ხო ხდებით? ისიც კი ვიცი შემდეგზე რა ფერი მინდა. ხო, თან ეხა აუცილებლია. ჯერ მარტო ეს ვიცი კვადრატი.
მე არ ვიცი ჯერ ნუშის ფორმა, წაწვეტებული ფორმა. ჯერ არც მინდა ეგენი. რაღაცნაირად კვადრატი ძალიან დამევა, სადაც არ მომბეზრდება, ამას ვატარებ, იმიტომ რომ ანუ ეს ნახეთ როგორია, ეს უფრო მყარიც არის. ანუ ეს უფრო ლამაზათაც ანაწილებს იმ სისქეს, რომელიც ამას ჭირდება, ისე რომ არ მოტყდეს. ანუ წვეტიაზე გვერდით რომ შეხედა, მაინც ანუ უფრო სქელი ჩანს. უფრო ერთი და იგივე სისქე რო ქონდეს. ანუ არა არის ისეთი ლამაზი, ну თუ ძალიან გრძელია, აი გრძელი ძალიან ლამაზია, მაგრამ რაღაცა სიგრძის ქვემოთ ეს წვეტიანი ფრჩხილი არაა ლამაზი, იმიტომ რომ სისქე ჩანს და ამაში სისქე არ ჩანს და გარდა მაგისა ეს ძალიან პრაქტიკული. აი წერაში, დარბონის გამოყენება, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს, რავი, ჩემთვის 1000-ჯერ უფრო პრაქტიკულია, ვიდრე მრგვალი. ხო, ჯერჯერობით ვნახოთ, შეიძლება უბრალოდ მომბეს და იმდენი ხანი რაც ვიკეთებდი, მრგვალი ვატარე და მეორე გაკეთება, რაც ეს მაგ. ხო. ხო და ძალიან კარგად მესმის, ახლა აი მასტერებისაც მესმის. ვიღაც არ უნდათ რომ ისინი მანიკური წაგიშვან და დიზაინი გაკეთონ და გეუბნებიან რომ სადაკაია, იმიტომ რომ აი უბრალოდ აი აქ გასხავს მე და დღეში 5-ს რო აკეთებ მე არ ვიცი რა ნერვები აქვს მაგ ხალხს, ანუ მე ზუსტად შეჭკუდიან გადავიწევი. ანუ არასწორს დღეში ეს ხელ მაინც ცხოვრებაში 5 რო გავაკეთე დღეში ეს რაც ამნა კარგად ვიცოდი აი უკვე აი აქ მაგ აი გული გამიწვრილ და უკვე წარმოვიდგინე შენ ჭირი მე მესმის უკვე მაგათი ისეთ მესმის ფასს რო ადებენ, რატო ადებენ იმ ფასს ღირს, ანუ ცხოვრების 2 საათი აი ამ კირკიტს უნდა დავთმო, გული უნდა გაიწვრილო და აი მე მით უმეტეს როცა ყველაფერს მასალა ხარისხიანი გაქვს ეს ხია რომ სტილიზაციას კარგად ყველაფერს კარგად აკეთებ, ნამდვილად დღეს, ну, თუმცა ახლა საქართველოს ფასებს უნდა იყოს მორგებული. ხო, აი ვიღაცამ დაწერა შილაქის რაღაცა გვერდია ჯგუფი და ისაო 180 ლარს თხოვა. ანუ 180 ლარი ხა ძალიან არის ჩემი აზრით, მაგრამ ანუ ის რაც ღირს საშუალო ფასი ხოლმე, ჩემი აზრით ეგ ღირს, იმიტომ რომ აი ადამიანის დრო და ნერვები მიაქვს. და ისიც ესე უნდა იჯდე მთელი დღე, ზურგი მტკივაო, ხო, სულ იძახდა ის თამთა. ზურგი მტკივაო ძალიან და ანუ შესაბამისად ახლა მოკლედ ასეთი ამბები ეს კვირა იკაიშენებს მინდა რომ საღამოს ევას თავი დავბანოთ არ გაიგოს ოღონდ 3 დღე ავეუბნები და არა უსუფთამაქო ამბობს ფეხის დაბანა უყვარს, ტანის დაბანა, აი თავის დაბანა ვერ შევიყვარეთ ჯერ. იმიტომ რომ თვალში ჩასვლის ეშინია და მაგიტო, მაგასო დაამუღამებს რომ ეშინია და თვალს რო ახავს და პირს რო აღებს, მაგიტო ჩასვლის და ესე თავს ძირო კარგად გადახდის აღარ ჩაუვა. როცა მარო თავს იბანს, ანუ ტანს და თავს ერთად საერთოდ აღარ ვბან, იმიტომ რომ მე ისა შეიძლება ფეხი აუცურდეს, წაიქცეს, მე ძალიან ნერვი ულობ და ამიტომ თავს აგებბანს. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი აღდგომა აპრილში, მაგრამ მაისში ავასაბატერვის დღე ცოტა კარაკადის დრო 5 წელი 5 წლის გახდება ჩემი გოგო მალე 15-ის გახდება და მალე 25-ის და მე რამდენის გავხდები მე ვაიმე ჩასწრაფად გადის დრო რაც იქარა გადის ჩვენი დრო ჩვენი სიცოცხლის დრო მაქსიმალურად უნდა დავტკბეთ ყველა დღით ბოლომდე ხოლო დღეს იკავებს ახშია ვნახოთ აბა რას მომიფიქრებ დღევანდელი დღით დასატკბობად პარკში ყველანაირად სწავლობ. რაღაცის ყიდვა უნდა ევას. რაღაცა სადღაც ძაღლი დაუნახე, ძაღლი ვიყიდოთ. რავი რა, სად დაინახა ის ძაღლი, არ უხელს არ ამოთხოვდა.
მეთქი შანსია დღეს ახლა ასე დაწავათ არაფერს არ ვიყიდით მეთქი ხვალ თქოდა დღეს ელოდება შავი არისო რა ვისად ნახა კეფუში ნახა ალბათ რას ჭამ სადა ხარ აი აქ საჭმელი არ გიყრია? არ გიყრია? რა გაჩვენებ? ნაგავს დაეძებს და ენას ჭამს. აი ესეთი მენაგვი ქარია. სულელი